დაზარალებული ოჯახებისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგროქიმიკატების დარიგება დაიწყო, რათა სტიქიის დროს გადარჩენილი შემოსავლის შენარჩუნება მოხერხდეს. 7 ტონა აგროქიმიკატი უკვე ჩატანილია დაზარალებულ რეგიონში, დამატებით 14 ტონას კი დღეს საღამომდე ჩაიტანა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ ქიმიკატების დარიგებას დამატებით საჭიროების მიხედვით ისევ განაგრძობს. Შემოვიდა 7 ტონა ასეთი შხამქიმიკატი, ასევე ველოდებით 14 ტონას, რომელიც საღამოშევა და ეს იქნება უწყვეტი პროცესი, რომლის დროსაც ყველა მოსახლე, ვისაც გაუზიანდა ხეხილი ან ვაზის ნარგავები, უფასოდ გადაეცემა ეს პრეპარატები. ეს პრეპარატები ხელს შეუწყობს, რომ ის დაზიანებული ფოთლები აღდგეს, შესაბამისად, რომ ვაზი გადარჩეს ან ხეხილი გადარჩეს. Მთლიანი გახეთი დაიხეთო, დაიხო, არაფერი, ატამი გინდა, ვენახი გინდა, თუ რამე არსებობს, არაფერი არ გვაქვს, ლობიოთ კი ვერ ავიღეთ. არაფერი აბსოლუტურად. და ეხლა ეს წამლები ეხლა მადლობელი ვართ, რომ გვირიგებენ, რომ იმაზე რომ ეხლა ის ვენახი რომ არ მოვტამლო.